Ხვარამზე და ხვარამზევა დღევანდელს მათს გაუმარჯოს. და ამას უკვე ავსებს გაუმარჯოს. ეს დიდებული დღეობა, ხვარამზეობა უკვე მეორე წელია ტარდება. ეს ტრადიციული სახალხო დღესასწაულია, პოეტური დღესასწაულია ესა. დღევანდელ დღეს ტარდება პოეტ ქალთა შორის ასე ვთქვათ, პოეტური შეჯიბრი, სადაც გამოვლინდებიან საუკეთესოები. შარშან უკვე გამოვლინდნენ, ბრწყინვალე ჩაიარა. მინდა გითხრათ, რომ ამის იდეა, რა თქმა უნდა, მოდის თავად ხვარამზედან, რომელიც აი აქედან იყო, ამ ხეობიდან, ირვის ხეობიდან, ეს დიდებული ფშაველი პოეტი ქალი. უკვე მეორე წელია შარშანდა წელს, რაც იმართება კონკურსი და ქვია ერთი ლექსის კონკურსი. და იმართება მხოლოდ ქალ პოეტთა შორის. და ეს ხვარამზეობის ჩატარების, დღესასწაულის ჩატარება წამოვიდა თეონა ქუმსიაშვილის მხრიდან, ანუ იდეა ქონდა ასეთი, რომ ერთხელაც ჩაიცვა, შემოიხვია ფშაური ფორმა ჩაიცვა და გაიპრანჭა, რომ მე როგორი ხვარამზე ვიქნებიო და წამოვიდა იდეა, რომ ჩატარებულიყო ხვარამზეობის